ტრამპის სათამბჯენის აშენების იდეის გაცოცხლება, ეს არის ივანიშვილის მცდელობა ტრამპის მოსყიდვისა. ეს არის რა თქმა უნდა სასაცილო. 2012-ში, როდესაც ტრამპი მართლაც აპირებდა ბათუმში თავისი ბრენდის გაყიდვას, ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული ფრანჩაიზი, სადაც იგი აძლევს პროექტს და თავის სახელს და ამაში შემდეგ იღებს ყოველწლიურად შემოსავალს, ტრამპს ეს მართლაც სჭირდებოდა. იგი ჩამოვიდა ბათუმში თავის მეუღლესთან ერთად, ტრამპის ეკონომიკური მდგომარეობა მაინც და მაინც არ იყო მაშინ გამართული, ჰქონდა ბევრი ვალი და ის დაინტერესებული იყო ამ პროექტის განხორციელებით. ეს პროექტი დაბლოკა ბიძინა ივანიშვილმა და აფერისტი უწოდა ტრამპს. დღეს სხვა ვითარებაა. სანქცირებული ივანიშვილი ეძებს თავის გადარჩენის გზებს. თავისი ასე ვთქვათ, ქვეშევრდომები, მის მიერ ნაკვები ბიზნესმენები შექმნა ამ ბიზნესმენებმა შექმნეს რაღაც კონსორციუმი, სადაც რა თქმა უნდა იქნება უდიდესი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ფული ირიბი გზით შემოტანილი და აი ამ იდეით ახლა ელაპარაკებიან ტრამპს. ამათი თაღლითური ბუნება ვიცით რა, არავინ იცის ეს მართლაც აშენდება თუ არა. დააკვირდებიან არჩევნებს, რა მოხდება ნოემბერში, აგერ შუალედური არჩევნები და შემდეგ როგორი იქნება ტრამპის რეიტინგი და ზოგადად მისი სამომავლო პოლიტიკური გავლენა. ვინაიდან ამ მსგავსი 70 სართულიანი სათამბჯენის აშენებას დაპროექტებიდან მშენებლობამდე დაჭირდება დაახლოებით 7-8 წელიწადი. და არავინ იცის ეს ივანიშვილის მორიგი ტრიუკია თუ მართლაც მცდელობა რომ აი ეს სათამბჯენი აშენდეს. თანაც ადაპირებენ მის აშენებას იქ, სადაც უკვე თბილისი ფაქტობრივად პარალიზებულია, იპოდრომთან 70 სართულიანი შენობა, იქ სხვა ნაგებობებიც არის, გაუვალი გახდება ფაქტობრივად ვაკე საბურთალოს გზა, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, აი ამ სათამბჯენის აშენებაში მონაწილე ბიზნესმენები ცნობილი არიან როგორც ქართული ოსნების დამფინანსებლები, მათი მომსახურე ბიზნესი, ცნობილი არიან შეღავათიანი პირობებით, სხვა სასათბურე, ასე ვთქვათ, გარემოების შექმნით. ეს ადამიანები არიან ის ხალხი, რომლებიც საფუძველს უყრიან აი ამ ავტორიტარულ რეჟიმს და რომელიც აი ამ რუსული ხელისუფლების გაძლიერებაში მონაწილეობენ. თავად რა არის ეს პროექტი? ეს პროექტი არის სახელის გაყიდვა. აი ახლა დაიტრაბახა მთავრობამ თურმე Starbucks-ში შემოდის საქართველოში. Starbucks-ი საქართველოში კი არა, აგერ აზერბაიჯანში უკვე მერვე წელია, რაც მუშაობს და ამით უნდათ იმის თქმა, რომ თურმე საქართველოში მყიდველობით უნარიანი კლასი გაჩნდა. სინამდვილეში ეს Starbucks-ი მართლაც თუ შემოვა, არის ძალიან კარგი იყო და საჩვენებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას. თუმცა 2019, ანუ პანდემიამდელი პერიოდის დონემდე ჩვენი ტურისტი ჯერ არ არის აღმდგარი. დაახლოებით ისეთივია ეს. ეს არის ფრანჩაიზი. ანუ ყიდის მის ბრენდს, ყიდის სახელს და ამაში ყოველწლიურად იღებს რაღაც ფულს. დაახლოებით იგივეა ტრამპის ეს ასე ვთქვათ ტრამპ-ტაუერი, კოშკი, სინამდვილეში სათამბჯენი, რომელშიაც რა თქმა უნდა ფულს ჩადებენ ქართული ბიზნესმენები და სულაც არ არის ეს ცუდი, რომ ეს კომერციულ, ასე ვთქვათ, ნამდვილ ბიზნეს ინტერესებზე იყოს აგებული. ეს პროექტი არის ივანიშვილის დავალება, რომ როგორმე შეძლოს შემოვლითი გზით ტრამპის ადმინისტრაციის გულის მოგება. ეს არ არის კომერციული პროექტი. ეს სინამდვილეში არის მოთაფლის თუ მოხთამლის პროექტი. რა შეჭირდება ივანიშვილის 70 მილიონი დოლარი ტრამპს, როდესაც 5 მილიარდი იშოვა მხოლოდ საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებით. ტრამპმა ცალკე გამოუშვა ტრამპ კოინი, მისმა მეუღლემ მელანიამ ცალკე და ორივემ ერთად 15 მილიარდი დოლარი იშოვა ერთბაშად. ტრამპი არ არის, რომელსაც 2 მილიარდ ნახევრიანი ქონება ჰქონდა და ნახევარი მეტი ვალები საბანკო თუ სხვადასხვა საგადასახადო დავალიანების სახით. ყატარის ემირმა რომ თვითმფრინავი აჩუქა ტრამპს, აი ეს რომ გადაადნო 7 კოშკს ააშენებს საქართველოში. და ტრამპის მოხთამვა უნდა ერთი პროექტით ივანიშვილს. არაფერი აქედან არ გამოვა.
ვერც სანქციებისგან აიცილებს თავს და ვერც მისი რეჟიმის გადარჩენისგან. Რა თქმა უნდა, ეს არის მცდელობა, კორუფციული თუ სხვადასხვა შემოვლეთი გზებით, მაგრამ ივანიშვილის და მისი გარემოცვის ბედი უკვე ისტორიამ გადაწყვეტა. ადრე თუ გვიან ისწავლა პოლიტიკურ სამარაში. უკეთესია ადრე, ვინაიდან თითო დღე ამ ხელისუფლების მმართველობაში არსებობისა ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აღარებებს იწვევს ემიგრაციას და ქვეყნის მოსახლეობის გაღარიბებას.